მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დიახ, თქვენ ხართ ჩემი მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც მსურს რომ ყოველთვის გაუზარო კარგი ამბები და მიიღოთ მოკლედ ჩემგან დადებითი გაშლები, ეს არკანი მგონი ყველა ერთნაირად და სწორედ დეს. ეს მაინც რეალადია. რაღაცნაირად იღება ხოლმე თითქოს. მოკლედ ეს ერთი პატარა გადახვევა. ნახეთ როგორ გამზადებ ხოლმე თქვენთვის არკანებს. რაც შეეხება მოგესალმებით და კიდევ ერთხელ სალამი ყველას. ბედნიერ დღეს და საღამოს და შუა დღეს გისურვებთ. დღის იმ მონაკვეთში, რომ მონაკვეთშიც ახლა ვიდეოს უყურებთ და იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო იქნება თქვენთვის საინტერესო, რადგან ბოლო პერიოდში შემოვიდა შეტყობინებები, რომ ვინც არ ვართო დაწყვილებულიო, მათ რა დავეშავეთო, რომ ისეთი გაშლები გაქვს მარი, ვისაც წყვილი ყავსო, ანუ ამჟამად ყავს პარტნიორი, ან წასული არის ეს ადამიანიო, ხო და მარტოხილებმა რა დავაშავეთო. ხო და მეც არ მინდა რომ ვაწყენინო ჩემი გოგონები, ვინც ახლა ამ ეტაპზე არ არიან ურთიერთობაში, ვინც ან არიან ისეთ სიტუაციაში, რომ ვინმე კონკრეტულად დაიწყონ, არ დაიწყონ ურთიერთობა, რაღაცა თან რა ურთიერთობის სურვილი არის და თან თითქოს არ ჩანს ვინმე და აბა თუ გამოჩნდება ვინმე, აი ასეთი გოგონებისთვის, ვინც ამ ეტაპზე არ ხართ ურთიერთობაში, სწორედ მარტო ვინც ხართ, მარტო ამ ეტაპზე, მათ გეხებათ მოკლედ ეს გაშლა. და ეს გაშლა იქნება, აბა ვნახოთ, როდის გამოჩნდება თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენი მომავალი პარტნიორი, ხო? და ზოგადად მიმოვიხილოთ, ახლა რამდენად ხართ თქვენ უშუალოდ მზად ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ არიან ხოლმე მზად ურთიერთობისთვის და სამყარო არ გზავნის ისეთ ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში, ვისთვისაც არ ვართ მზად, ხო, რომ მივიღოთ. და მოკლედ ამ საკითხებზე მექნება დღეს საუბარი და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ გაშლა. რაც შეეხება ძველ ვიდეოებს, ახლა ვინც უყურებთ, რასაც ტვირთავ და ვინც მიგზავნით მადლიერებას, სიყვარულს, ვინც ალაიქებს და აკომენტარებთ, თითოეულ თქვენთაგანს მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენ ჩემგან. ძალიან მიხარია, როდესაც კომენტარებს მიტოვებთ, როდესაც იწონებთ ვიდეოს, ვხვდები, რომ ესე იგი სწორ საქმეში ვარ, სწორ გზას ვადგავარ და ეს ყოველივე არის თქვენთვის, ხო? ამ სივრცეში. ხო და შესაბამისად, მადლობა და მოკლედ იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს ქვეშაც გამოჩნდებით ისეთი გოგონები ან და ბიჭები, ვინც დაინტერესდებით ამ გაშლით, ხო? მოკლედ, თუ ახლა ამჟამად გყავთ პარტნიორი და უბრალოდ ხართ ურთიერთობაში, ეს ვიდეო თქვენთვის არ არის, ეს ვიდეო არის განკუთვნილი მათთვის, ვინც არ არის ურთიერთობაში და ვინც უბრალოდ მოლოდინში არის პარტნიორის. სანამ უშუალოდ გაშლას დავიწყებთ, ვისაც არ გაქვთ ეს გვერდი გამოწერილი, YouTube გვერდი გამიხარდება თუ გამოიწერთ და ასევე გაშლის ბოლოს, ან თქვენი სასროლი ვარიანტის ბოლოს თუ გამიზიარებთ თქვენ შეხედულებას, მოგეწონათ, შეიძლება არც მოგეწონათ, ხო? ორივე შემთხვევაში გამიხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს მოსაზრებას. ასევე შეგიძლიათ, როგორც ერთ-ერთმა გოგონამ მომაწოდა ეს მოკლედ ვიდეოს იდეა და აზრი, თქვენ შეგიძლიათ რომ დამიწეროთ, არ მომწეროთ პირად შეტყობინებაში, რა საკითხზე ისურვებდით გაშლას. პირადი კონსულტაციები, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ რომ მომწეროთ Facebook გვერდზე და აქ გვქვევით აღწერაში დავტოვებ ჩემი Facebook-ის მისამართს. მოკლედ, გავაგრძელოთ, გვაქვს უხუთი ვარიანტი, როგორც ყოველთვის და შევჩეთ თქვენთვის ასრული ერთი ვარიანტი. და ასევე, რადგან ახლა ჩვენ გვაქვს ესეთი გაშლა, როდის გამოჩნდება და ზოგადად გამოჩნდება თუ არა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ვისი მოლოდინიც გაქვთ, თქვენთან ჩავთქვით დრო. დრო ჩავთქვით 1 თვიდან 1 წლის ვადამდე. შეიძლება ეს პერიოდი თქვენთვის ზოგიერთს იყოს 2 თვე, 3 თვე, 6 თვე, 7 თვე, 9 თვე, 1 წელი. რა დროც გაგიხარდებათ, რა დროსაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ ჩავთქვათ დრო. მე კი უკვე გადავალ პირველი ვარიანტის წაკითხვაზე. ესეთი კითხვა არის პირველი, რა ენერგია არის ახლა თქვენთან მიმართებაში, აი ამ სიყვარულის და ურთიერთობების ამბებში. რამდენად ხართ მზად ურთიერთობისთვის? ახლა რა ესე დავალაგებ, მე მგონი კარგადაც გამოჩნდეს და აღსაქმეულთაც რო კარგი იყოს, ესე იგი პირველი კითხვა გვექნება, რა ენერგია არის ახლა სიყვარულის ჭრილში თქვენთან, რამდენად ხართ ახალი ურთიერთობისთვის მზად, როგორი ადამიანი შეიძლება რომ გამოჩნდეს თქვენ შემთხვევაში,
რა გზით მოვა, როგორ მოვა ეს ადამიანი თქვენთან და ზოგადად პატარა შევასავით, რა უნდა გაითვალისწინოთ აი ამ სიტუაციაში, ხო? აი ეს არის მოკლედ კითხვები, იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ეს კითხვები, რადგან ზოგადად ახლა ერთ კონკრეტულ კითხვაზე რო გავაკეთო გაშლა, ის იქნება მოკლე და ცოტა შეიძლება არაფრის მომცემი არ იყოს ხოლმე, ხო და ესე ვცლად ამ საკითხის გარშემო ვისაუბრებთ. მოკლედ, პირველი ვარიანტი სამომრჩევლება. ზოგადად ახლა რა ენერგიებში ტრიალებთ, ძალიან დადებითი ენერგიებში ტრიალებთ. შეიძლება ის ვინც მეყურებთ, უკვე დიდი ხანი არის დაასრულეთ წარსული ურთიერთობა, რაღაცა წარსული საკითხები უკვე დიდი დრო არის, რომ ჩახურული არის. წარსული ტრაუმების მეტნაკლებად პირადი ურთიერთობის და წარსული გამოცდილებებით კარგად გაქვთ და სწორად გაქვთ დამუშავებული და ამ შემთხვევაში თქვენ ენერგეტიკულად რეალურად გაქვთ იმის მზაობა და შესაძლებლობა, რომ გამიჯდეს ახალი ადამიანი თქვენთან და თქვენს ცხოვრებაში. ხანდახან ადამიანებს აქვთ ხოლმე ესეთი პერიოდები, რომ შეიძლება კი ესეც ცალსახად კარგად ვარ, მაგრამ არ იყოთ ენერგეტიკულად მზად, ხო? რაიმე ახლის წამოსაწყობად. ეს არ ეხება მხოლოდ პირადი ურთიერთობების საკითხს. ხო და პირველ ვარიანტში ნამდვილად ეს ენერგიები არის ძალიან სუფთა, ლაღი, დამუშავებული და ნამდვილად არის ესა რა ვთქვათ, მზაობა ახალი ურთიერთობის. ამ უბრალოდ აქ მეორე არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ენერგეტიკული მზაობა კი არის, მაგრამ თითქოს აი თქვენი თავი არ გაძლევთ რაღაცა ახალის დაწყების საშუალებას. რაღაცა შიშობთ, ეჭობთ, გიშინიათ, შეიძლება უფრთხოდეთ პირად ურთიერთობას და პირადის დაწყებას. შეიძლება იყოს აქ ისეთი სიტუაცია, რომ აბა რა ვიცი გამოვა რამე ურთიერთობიდან, აბა რა ვიცი საერთოდ მინდა ურთიერთობა, აბა სადღა არის ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს გულს და სულს ესე ვთქვათ ასიამოვნებს და კარგი ურთიერთობა მექნება მასთან. ანუ რაღაცა შინაგანი გულგატეხილობა და გულჩათხრობილობა უფრო გაწუხებთ რა რეალურად აქ ამას უფრო ხედავ. ანუ მზაობა არის რეალურად ყველანაირი, მაგრამ აი რაღაცა გიქაჩებათ შინაგანად უკან. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს ყოველივე უფრო თქვენი ემოციების ბრალია და თქვენი ემოციებიდან მოდის და აი ცოტა შეიძლება ზოგიერთმა ვინც აიჩვენეთ ცოტა ჩაკეტილები იყოთ, პირველი ვარიანტი ვინც აიჩვენეთ ცოტა მელანქოლიური განწყობები ქონდეთ. ფიქრები ქონდეთ უშუალოდ აი პირადი ურთიერთობების ჭრილში და ცოტა იმედგაცრუებული რა ხარ ადამიანი და რაღაცა აი რა ვიცი აბა რა იქნება, აი ესე შეიძლება უყურებდეთ პირადის ამბებს და არა ისე რომ აი კი ჩემთან ძალიან მაგარი პარტნიორი გამოჩნდება ძალიან კარგად ვიქნები, ანუ ეგ მომენტი კი არ გაქვთ, რაღაცა ცოტა სევდიანად უყურებთ ამ საკითხს. გარკვეული მიზეზების და გამო, ხო? თუმცა რეალურად არ გაქვთ ესე ნეგატიურად საფიქრალად ანუ ესე ნეგატიურად არ უნდა ვფიქროთ და ესე არ უნდა იყოთ რა განწყობილი, იმიტომ რომ ნამდვილად ენერგეტიკულად უკვე იმდენი რამე არის დამუშავებული, რომ თქვენ ნეგატიურად რაღაც ესეთი ფიქრებით არ უნდა შეუშალოთ ხელი მსგავს, ესე ვთქვათ, ემოციებს. თითქოს შეიძლება ანაკამდე ცადეთ ურთიერთობა და რაღაც არ გამოვიდა და ეხლა მაგის გამო ისე ხართ რა რა ვიცი რა იქნება, რაღაცა ესეთი რა მოდის, მოკლედ აქ. თუმცა საერთო ჯამში მე მაინც ზოგადად აი ამ ორი არკანიდან ნამდვილად შევფასებდი იმას, რომ მზად ხართ ახალი ურთიერთობის დასაწყებად. რაც შეეხება როგორი ადამიანი შეიძლება რომ გამიჩნდეს, თქვენგან რადიკალურად განსხვავებული. აი შეიძლება ადამიანი იყოს თუ ხართ ცოტათი რაღაცა მელანქოლიურ განწყობებზე, აი შეიძლება გამიჩნდეს ადამიანი, რომელიც პირიქით სულ აქეთ სიხალისეში იქნება და სულ აქეთ რაღაცა მოგიწოდებთ იმას, რომ სახში კი არ დარჩე და ჩუმად და შენთვის კი არ გაერთო და გაიყვანო, რომ მოდი გავიდეთ ერთად სადმე, რაღაცა ხმაურიან შეიძლება ადგილებში, ანუ რადიკალურად ცოტათი სხვანაირი ადამიანი იქნება ეს ადამიანი თქვენგან. ან თქვენ როგორი რუტინაც გაქვთ თუ მიყურებთ ესეთი ადამიანები, ვისაც სიმშვიდე მოგწონს სიწუნარე, ეს ადამიანი იქნება პირიქით, ვისაც სიხალისე მოსწონს და სიფერადე მოსწონს უფრო მეტი და აი გარეთ გასვლა და ხალხთან ურთიერთობა და სოციუმთან ყოფნა და აი ესეთი. თუ პირიქით ახლა თქვენ ვინც მიყურებთ ხართ ძალიან ენერგიული და ანუ ძალიან ესეთი ენერგეტიკული ადამიანი, რომ საოცარ ამბებში ხართ და სულ გარეთ გიჩვენეთ ყოფნა და აი მშვიდ დასვენებას ცოტა ხმაურიან დასვენებას ამჯობინებთ, თქვენთვის გამოჩნდება მშვიდი და წყნარი ადამიანი. ანუ ეხლა ნახეთ, აქ არის ამ ჭრილში განსხვავებული ადამიანი, თუმცა საოცარი წყობა იქნება ამ ყველაფერს. ანუ ეს ისე არ აღიქვათ, რომ ეხლა თუ ის ადამიანი ჩემგან ესეთი განსხვავებული იქნება, მე იმასთან ერთად რა საერთო ენა უნდა გამოვხდო. პირიქით, ეს იქნება ადამიანი, რომელიც დადებითისკენ შეცვლის თქვენს სიტუაციებს და თითქოს აი როგორ გითხრათ, უკეთესობისკენ წაიყვას მე თქვენს მდგომარეობებს. ანუ ამ ყოველივე არ შეგაშინოთ. ანუ
ცოტათი რადიკალურად განსხვავებული ადამიანების აი ამ ჭრილში ოღონდ ახლა იმას ვარობ, უფრო საერთოდ სხვა ინტერესები გექნებათ ყველაფერში და მას სულ სხვანაირი ფიქრები და ემოციები ექნება თქვენ სულ სხვა რაღაცა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ანუ არა, მასე არ აღიქვათ. პირიქით ეს ყოველივე ერთმანეთს ძალიან კარგად შეავსებს. შეიძლება სწორედ ცხოვრების აი ამ ეტაპზე მას ესეთი განსხვავებული ადამიანი გჭირდებათ, რომ სიტუაციებს და მდგომარეობებს სხვანაირად შეხედოთ. ანუ მაგ ყველაფერმა არ დაგზაბროთ, არ დაგზაფროთ პირიქით, ანუ განსხვავებული მამაკაცი შემოდის, რომელიც უფრო მეტ კარგ შემოიტანს. ანუ ეგ განსხვავებულობა აქ რაღაც დიდ ბარიერს არ ქმნის, ხო? იმედი მაქვს, რომ ხვდებით ახლა როგორც ხსნი მე ამ ყოველივეს. ასე რომ ძალიან არჩეულებრივი ადამიანი შემოდის, რომელიც მოკლედ გაგიფერადებთ თქვენ სიტუაციებს. რაც შეეხება როგორ გარემოში შეიძლება რომ გაიცნოთ ეს ადამიანი, ხო? ეს ადამიანი შეიძლება რომ გაიცნოთ მეგობრის, ახლობლისგან, აი ესეთი რამე მოდის, ანუ ვინმე საერთო ადამიანი დაგაკავშირებთ ამ ადამიანს, ანუ ეს არ იქნება რომ აი სამსახურში შევხვდი, ეს არ იქნება რომ რაღაცა ქუჩაში შემთხვევით გავიცანიან სოციალურ სეილსში, შემთხვევით გავიცანიან. ეს იქნება ადამიანი, რომელსაც აი გაქვთ თქვენ კავშირი და მას აქვს კავშირი და ესეთ ვითარებაში მოხდება მოკლედ თქვენი გაცნობა. შეიძლება თქვენ იყოთ თქვენ ახლობელთან ერთად და მასთან რაღაც აი რა მაგალითად თქვენ იყოთ თქვენს ესეთ ახლობელთან და მასთანაც მოვიდეს ეს ადამიანი და ესეთი შემთხვევითი შეხვედრა იყოს. ეს არ იქნება წინასწარ დაგეგმილი, ოღონდ რაღაცა ივცეთ და სპონტანურად რომ მე შეხვდები გარეთ, ხო, რაღაცა აი ესეთი რამე მოდის. ოღონდ ვინმე იქნება თქვენი საერთო ნაცნობი. იმედი მაქვს რომ სწორად გავხსენი და სწორად გადმოვეცი, ხო, ჩემი სათქმელი. ანუ ის კი არა რომ თქვენ მხოლოდ ერთი მას მეორე შეხვდეთ, რომ ვითარება არის ისეთ რომ ვინმე საერთო ნაცნობთან მიწევთ ამ ადამიანთან შეხვედრა და ამ ადამიანის გაცნობა. ნუ ცუდი და ნეგატიური ვითარება აქ ნამდვილად არ გამოვლენილა. რაც შეეხება რა უნდა გაითვალისწინოთ ეხლა რაც გჭირდება. აი ეს ნეგატიური ემოციები, რაც თავიდან აღვნიშნე და ცოტათი ისეთი განწყობები, რომ აბა ეხლა ჩემთან რა იქნება და აბა როგორ მოვა ჩემთან პარტნიორი და აბა როგორ ამეწყობები. ეს ნეგატიური ფიქრები ჩახსენით, ანუ უფრო მეტად ღია იყავით და მსალიყავით ახალი სასიამოვნო ურთიერთობის დასაწყებად. ის თუ რაიმე მოხდა წარსულში ისე როგორც არ გინდოდათ, ანუ ის იყო წარსული და ეხლა უფრო მეტად მშვიდად და წყნარად შეხედეთ სიტუაციას, ხო? არ გინდოდეთ რაღაცა ნეგატიური განწყობები. ანუ ნეგატიური განწყობა არ შეუქმნათ თქვენს თავს და კიდევ ერთი რაც არის ესი აბა დღეს გამოჩნდება, ხვალ გამოჩნდება, ესეთი ლოდინის რეჟიმი არ გქონდეთ. ანუ ოკეი, იქნება პირადი, იქნება ძალიან კარგად და აი ამ სიტუაციის და აი ამ ფიქრობის მიმართ დიდი მიმღებლობა და სიყვარული გაგზავნეთ, ხომ? არ არის აუცილებელი რომ ყოველ დღე ხა უბრალოდ იჯდეთ და ელოდოთ, აბა დღეს არ გამოჩნდა, აბა ხვალ თუ გამოჩნდება. მოკლედ ეს არის რაც აქვს პირველმა ვარიანტმა უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის რაც პირველ ვარიანტში ამოვიდა. საკმაოდ დადებითი იყო ეს გაშლა, თუ ამ რჩევებსაც გაითვალისწინებთ, ხომ ძალიან კარგი და მოკლედ დამიწერეთ, აბა როგორ განვითარდება თქვენ შემთხვევაში, რა მოხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებულ დროში, როგორ განვითარდება ეს სიტუაციები, ხო? და კიდევ წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ, როგორც პირადში, ასევე სხვა თქვენთვის სასურველ საკითხებში. ეს იყო მოკლედ პირველი ვარიანტი. და გელოდებით პირველი ვარიანტის ამომრჩევლობა კომენტარებში. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ მეორე ვარიანტზე. და გავშალოთ მეორე ვარიანტზე ეს კითხვები, რაც ახლა ჩვენ გვაქვს. ძალიან საინტერესო არის, მოკლედ დავიწყოთ. ზოგადად ნახოთ რა ენერგიებში არის ეს თქვენი ურთიერთობების ამბები და რამდენად ხართ მოკლედ მზად. ესე იგი, პირველი არის ენერგიები. ენერგეტიკულად მეტნაკლებად ხართ მზად ახალი ურთიერთობის დასაწყის, ანუ ის რომ ახალი ურთიერთობა დაიწყოთ და ახალი ურთიერთობის ამბები რომ შემოვიდეს თქვენ შემთხვევაში. მეორე ვარიანტი, ვინც არჩევთ, შეიძლება იყოს ადამიანები, რომლებიცაც ამ ეტაპზე მაინც და მაინც არც გინდოდეთ პირადი ურთიერთობის დაწყება და წამოწყება, ხო, რაღაცა აი თითქოს არ მინდა, თითქოს არ მაქვს ახლა იმის განწყობა, რომ დაიწყოს პირადი, რაღაცა ენერგეტიკულადაც მზაობა არ არის. შეიძლება ეხლა ამ ეტაპზე უფრო სხვა საკითხებზე იყოს, თქვენი ყურადღება მეტად გადართული, ვიდრე პირადი საწყობაზე, რატომღაც არ მოდის აქ ძლიერი ენერგიები და ენერგეტიკები.
რაც შეეხება რამდენად მაქვს მზაობა პირადი ურთიერთობის დაწყების. ამ პირველ და მეორე არკანს ერთმანეთთან დავაკავშირებ, გეტყვით იმას, რომ ჯერ თქვენ წარსული საკითხი გაქვთ დასამუშავებელი და ჯერ ბოლომდე აქ წარსული საკითხი არ არის გაშვებული. შეიძლება იყოს ძლიერი ტრავმა, შეიძლება იყოს ძლიერი ურთიერთობის ჩამომცხრა. აი, რაღაცა მოხდა წარსულში თქვენ შემთხვევაში, რაზეც ხართ ჩაბღაუჭებული და იმას ვერ უშვებთ. ანუ რაღაცა არის, რაც აქ ჯერ არ დამუშავებულა და ბოლომდე არ არის გაშვებული. და ზოგადად, თუ რაიმე ძოლს არ გაუშვებთ, ძალიან ძნელი არის იმ ახალი შემოსვლის ძველი უნდა გაუშვათ, უნდა გაისუფთავოთ ეს ენერგიები და ნეგატივები, რაც მოკლედ იმ ძველს მოყვება და მე მშვიდად დაიწყოთ ახალი შენება. და მეორე ვარიანტში ვერ ვხედავ, რომ ის ან ენერგეტიკული მზაობა იყოს, ან ემოციური. თითქოს ჯერ მაინც რაღაცა წარსულში იყურებით, რომ აბა წარსულში იმ ადამიანთან ხარ გადავდგა ნაბიჯი, აბა ის ხარ გადმოდგავს, აბა იქნება რამე აღდგეს ურთიერთობა. და ამ შემთხვევაში ამიტომ ვერ ვხედავ დიდად მზაობას. რაც შეეხება როგორი ადამიანი შეგეფარებათ, ადამიანი რომელიც დიდ გავლენას მოახდენს თქვენზე და აი ამ ყველაფერს რაც იყო წარსულთან დაკავშირებით დაგეხმარებათ ამ ყველაფრის დავიწყებაში. ეხლა ეს ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ნახეთ, შეიძლება უბრალოდ დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც იქნებით ჯერ მეგობრულ ურთიერთობაში და მერე გადავიდეს თქვენი ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობაში და აი მეორე ვარიანტი იცოდეთ, რომ მაღალი ალბათობა რომ ესე მოხდეს თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჯერ თქვენს რო თითქოს ბოლომდე არ გზნობთ თავს მზად რაღაც ახალი ურთიერთობის და შემოდის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ეს ადამიანი, ესე რა ვთქვათ, თქვენ შემთხვევაში, ხო? არ იქნება რომ პირდაპირ ხომ იმასთან ურთიერთობას ვიწყებ, იქნება რაღაცა მეგობრული განწყობები, მეგობრული ემოციები, რასაც შემდგომ უკვე მოყვება ურთიერთობის გაოფიციალურება და გასერიოზულება თქვენ შემთხვევაში და ეს ადამიანი დაგეხმარებათ იმ რაღაცა წარსულის დავიწყებაში და რაში? შეიძლება მასაც იგივე კონდეს განცდილი, შეიძლება მისთვის ის ისტორია, რაც თქვენ გადაგხდათ ნაცნობი იყოს და ეს მეგობრული ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად გახსნათ ისაუბროთ ამ საკითხებზე, თქვენი პრობლემები გაუზიაროთ ყველაფერს და ნუ ეს ყველაფერი საერთო ჯამში რას გამოიწვევს? ამ საკითხის დამუშავებაში და აი ამას გულისხმობთ, რომ ხა გამოჩნდება და სხვაზე გადაერთვებით და ის წარსული უკვე საერთოდ დაგავიწყდება თქო, მაგას არ გულისხმობთ. აი სწორად ესე აღიქვით თქვენც, რომ უბრალოდ რაღაცა ისაუბრებით, კომუნიკაციით, რაღაცა თითქოს პატარა თერაპია იქნება ეს ყოველივე თქვენთვის. რაც შეეხება ეს ადამიანი, რომელიც თქვენთან მოდის, ასაკით ცოტათი უფროსი იქნება თქვენზე, ძალიან ესე ვთქვათ, აი ჩამოყალიბებული, თითქოს თავის ასაკთან შედარებით უფრო მეტად ბრძენი, ჭკვიანი, განათლებული, თავისი საქმე რომ ექნება, აი თავისი რაღაცა დღის რუტინა რომ ექნება, რომ აი დღეს ამას ვაკეთებ, ხოლმე ამას ვაკეთებ, მე დღის პრონახევაში ამას ვაკეთებ, საღამოს ამას ვაკეთებ, ძალიან ანუ ორგანიზებული და მოწესრიგებული ადამიანი იქნება და ძალიან დიდ სიმშვიდეს შემოგიტანთ თქვენ პირადად. აი ეს მოდის მოკლედ აქ. რაც შეეხება რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ეტაპზე და ამ ეტაპზე უნდა გაითვალისწინოთ, რომ აი ყველაფერს კარგად უნდა გადახედოთ ამ ურთიერთობებთან მიმართებით წარსულ ურთიერთობას, როდესაც აი ამ ახალ ურთიერთობაში ხვალთ იქაც ყველაფერი კარგად და ჯანსაღად უნდა გადააფასოთ და კიდევ მთავარი რაც არის, არ უნდა იჩქაროთ. თუ მაგალითად თქვენ ახლა გეჩქარებათ პირადის დაწყება, ანუ არ იქნება ეგ სწორი, იმიტომ რომ ჯერ რაღაცა პროცედურებს გადიხართ, რაშიც გჭირდებათ დრო და ანუ ამ ყველაფერს აჩქარება არ მოუხდება. ნუ საერთო ჯამში როგორც უკვე გითხარით, გამოჩნდება ადამიანი, უბრალოდ თქვენ შემთხვევაში არ იჩქაროთ და ეს რჩევები და ეს მითითებები, რაც ახლა გიჩვენათ, ტარო, იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებთ და ასევე გელოდებით მოკლედ კომენტარების სახით, აბა რა როგორ განვითარდება და იქნება თქვენ შემთხვევაში და ზოგადად რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა, რამდენად ახლოს არის ეს ყოველივე თქვენთან. გამიზიარეთ, ხო? მე კი ახლა გადავალ უშუალოდ მესამე ვარიანტზე და ვნახოთ აბა მესამე ვარიანტის ამორჩევლებო რა ხდება მოკლედ აქ თქვენს შემთხვევაში. ხო. მოდი ზოგადად ენერგეტიკებს რო შევხედოთ და ენერგიებს რო შევხედოთ, კი ნამდვილად არის აქ უკვე მზაობა იმისა, რომ ახალი ურთიერთობა იყოს ენერგეტიკულადაც კარგად და სტაბილურად გრძნობთ პირადად თქვენ თავს და ვერ ხედავ აქ რომ ისე იყოს, რომ წარსული საკითხზე იყოს ჩარჩენილი
ან რაღაცა მომავალ საკითხს ძალიან ეჯაჭვებოდეთ, ანუ ენერგეტიკულად არის სუფთა კარგი მდგომარეობა, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაცა კარგი ახალი ჯანსაღი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მზაობა ურთიერთობის აბსოლუტურად არის, შეიძლება ვინც ახლა ეს მესამე ვარიანტი აიჩეთ, შეიძლება გყავდეთ ისეთი ადამიანები გარშემო, ან შეიძლება კომუნიკაციებიც გქონდეთ არაერთარამედ შეიძლება რამოდენიმე მამაკაცთან და არჩევანის წინაშე იყოთ ახლა იმასთან გავაგზავნო და ვიწყო ურთიერთობა ამასთან გავაგზავნო, ანუ არიან რა თქვენს გარშემო მამაკაცები, ტრიალებენ თითქოს ეს არის და აქ ახლა ამ შემთხვევაში ინტერესი და მზობაც არის, რომ კი ახლა მინდა ახალი კარგი გემრიელი ურთიერთობის დაწყება, ანუ мотивაციაც გაქვთ მოკლედ ამისი და მზადაც ხართ ენერგეტიკულად და ზოგადადაც რომ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, ანუ ცალსახად ვიტყოდი, რომ ეს აქ ნამდვილად არის. როგორი ადამიანი შეგეფერებათ, ვინც მესამე ვარიანტი აიჩეთ, შეიძლება თქვენ იყოთ როგორი ადამიანი, იცით, აქტიური, ბევრს რო ქმედებს, ბევრს რომ აკეთებს, თითქოს ერთ ადგილზე მოსვენება რომ მოყვარს, ან ძალიან რაღაცა ესეთი აქტიური ადამიანი მოდის. თქვენ შეგეფერებათ მშვიდი წყნარი ადამიანი და ანუ გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული დინჯი, ზოგიერთი შემთხვევაში ეს იქნება ადამიანი, რომელიც ცოტა შეიძლება ასაკით უფროსი იყოს თქვენზე, ან ზედმეტად დინჯი იყოს თავის ასაკთან შედარებით და ესეთი მშვიდი წყნარი ადამიანი შეგიფერებათ მოკლედ პირადად თქვენ გაწონასწორებული, რომელიც ეს თქვენი აქტიურობა პირად იქნება ამ ყველაფერს დააბალანსებს. ოღონდ დადების ჭრილში გულისხმობ ამ ყოველივეს რა თქმა უნდა. ხო, მოდი აბა ახლა აქ დავამატებ ერთ არკანს, ამ შემთხვევაში ვნახოთ აბა როგორ სიტუაციაში. მოკლედ ეს სიტუაცია იქნება დადებითი, ვერ ხედავ რამე ცუდ სიტუაციაში გაიცნოთ, შეიძლება სადმე გახვიდეთ ქალაქ გარეთ და იქ გაიცნოთ მაღალი ალბათობა სადმე სხვა ადგილას წასვლის, ეხლა კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც იმყოფებით, ანუ იმ ადგილას კი არ იცნობთ, სხვა ქალაქში, ან სხვა ქვეყანაში, არ ვიცი, რამდენად მოგზაურობთ, ან რამდენად გადიხართ სხვადასხვა დღეებში, სხვა ადგილას გიწევთ, მოკლედ ამ ადამიანის გაცნობა, ამ ადამიანთან შეხვედრა, ესე რა ვთქვათ, და ძალიან დადებით გარემოში, მოკლედ გაიცნობთ მას, ანუ კარგ სიტუაციაში იქნებით, როცა გაიცნობთ, ეს შემიძლია რომ გითხრათ, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ცოტათი მოდუნდეთ ანუ ამ საკითხთან მიმართებით რაღაცა, შეიძლება აქ მე დასაწყისში ავნიშნე, რომ თქვენ გინდათ და შეიძლება იძებდეთ კიდევ ეს პარტნიორს, რომ ესეთი პარტნიორი მინდა და ესეთი მინდა და გქონდეთ რაღაცა თქვენი შეხედულებები, უშუალოდ აქ პარტნიორთან მიმართებით, თუმცა რეალურად ტავს კარტი გეუბნებათ იმას, რომ ეს ძალიან ბევრი ჩარჩოები არ გქონდეთ, ხო, ხომ მე მინდა მაღალი, მე მინდა ცისფერთვალება სიტყვაზე ვამბობ, ხო? ეს ამ ჭრილში ცოტათი მოდუნდით, რომ რაღაცა ძალიან დაწყობილი გეგმას არ გქონდეთ, რომ ესეთი და ესეთი პარტნიორი მინდა, ანუ აქ ცოტათი მოდუნება არის თქვენი მხრიდან საჭირო და მიანდეთ იმ პროცესებს და მიანდეთ სამყაროს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ ადამიანსაც გამოგიგზავნით, ის იქნება თქვენთვის ესე რა ვთქვათ სწორი, ხო, იმ შემთხვევაში აქ ცოტათი მოდუნება გჭირდებათ. მოკლედ ეს გამოიკვეთა უშუალოდ მესამე ვარიანტში და გამიხარდება თუ დავიწერთ, რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა მესამე ვარიანტის ამომრჩევლებო და ასევე თუ გამიზიარებთ, მე აბა როგორ განვითარდება მოვლენები ამ ახალი ადამიანის გამოჩენასთან დაკავშირებით, კარგი იქნება გამიხარდება მოკლედ თქვენი კომენტარი აქ. მე მგონი ისინი ცოტა დავითავდი, ესე უფრო გამოჩნდება. გადავიდეთ ჩემო ძვირფასებო მეოთხე ვარიანტზე და ვისაუბროთ ახლა აქ. კი ბატონო. რაც შეეხება უშუალოდ მეოთხე ვარიანტს, ენერგეტიკულად ცოტათი შეიძლება ცოტა დრო გჭირდებოდეთ კიდევ რომ დაალაგდეთ და დამშვიდეთ, მე უფრო ქაოსს ვხედავ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი შეიძლება გიჭირდეთ ადამიანებს შორის, დავიწყო ურთიერთობა, არ დავიწყო, ამასთან დავიწყო, იმასთან დავიწყო, რაღაცა ესეთი მომენტი შეიძლება გქონდეთ და აქ ენერგეტიკულად, და ზოგადად ენერგეტიკულადაც და ემოციურადაც ცოტათი დრო არის საჭირო ახალი ურთიერთობის დასაწყებად, რაღაცა ცოტათი აქ ჩამოყალიბებები გჭირდებათ, ემოციურადაც, ენერგეტიკულადაც, რომ უფრო მშვიდად იგრძნოთ თავი. მზაობას რაც შეეხება ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად ხართ, ან ბოლომდე მზად ურთიერთობისთვის არ ხართ. არ შეიძლება გქონდეთ ის მომენტი, რომ ერთი ადამიანი გამოჩნდეს იმის პარალელურად, მეორეც გამოჩნდეს და მერე უკვე ის მომენტი გქონდეთ, რომ აბა რა ვიცი, რა იქნება და როგორ იქნება და რანაირად იქნება, რაღაცა ეს მოდის მოკლედ აქ.
ცოტა შეიძლება სიტუაციურად გაიჭედოთ, არ ვიცი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარსულის ადამიანი და აი წარსული იყოს თუ ეხლა სხვა რო გამოჩნდება ის იყოს, აი შეიძლება ეხლა მიმდინარეობს მაინც რაღაცასთან გქონდეთ ურთიერთობა და აი ეს იყოს თუ ახალი რო გამოჩნდება ის იყოს, რაღაც აი ბოლომდე სტაბილურობას და მყარად დგომას ვერ ვხედავ აქ რომ მზად იყოთ ახალი ურთიერთობის დასაწყებად. აქ თითქოს რაღაცა და ანუ ვიღაც არის აქ გასაშვები ურთიერთობიდან, აი სულ ესე მარტო ხელად და ისიც თქვა მარტო არ ხართ რა, თითქოს აი ეს მოდის. რაც შეეხება, ესე იგი, როგორი ადამიანი შეგეფერებათ, ეს ადამიანი უნდა იყოს ძალიან ჭკვიანი და განათლებული, მოკლედ ადამიანი, რომელთაც შეპყრობილი იქნება თქვენით და მთელ თავის დროსა და ენერგიას და რესურსს დაგითმოთ თქვენ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის, აი მეოთხე ვარიანტი სამომრჩევლება და სწორედ ესეთი ადამიანიც მომართება ისე რომ ვთქვათ თქვენთან, თქვენ შემთხვევაში. რაც შეეხება რა ვითარება შეიძლება შეხვდეს და გაიცნოთ ეს ადამიანი, მაღალი ალბათობა რომ ეს ადამიანი გაიცნოთ ან სოციალური ქსელით, ან რაღაცა სამსახურის საკითხი, აი რაღაც ესეთი გადაკვეთა იქნება რა, ესე ან შეიძლება ის სამსახური სადაც მუშაობთ იქ დაგჭირდეთ ვინმესთან რაღაცის დარეკვა, ან რაღაცის გამორკვევა, აი ესე ცოტა დისტანციურ ჭრილში ჩანს პირველ ეტაპზე ამ ადამიანის გაცნობა, ესე პირისპირ შეხვედრა არ მოდის მოკლედ და თუმცა ეს შეხვედრა არ იქნება რაღაცა ცუდ და ნეგატიური, აი აქედან მე დაიწყება ურთიერთობების ამბები და მოკლედ უმეტესი შემთხვევაში შეიძლება ეს სამსახურის გადაკვეთის საკითხი იყოს. რაც შეეხება რჩევას უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილებები, რასაც მიიღებთ პირთან დაკავშირებით, მეტ-უმეტეს ეს როდესაც ახალი წამოწყებული არის, უმჯობესი იქნება თუ ცოტათი არა მარტო გულის ემოციებს გაყვებით და ემოციურად შეხედავთ ამ ყველაფერს, უმჯობესი იქნება თუ ამ სიტუაციას შეხედავთ როგორ გითხრათ, ანუ ცოტა ცივი გონებითაც ეს დაგეხმარებათ სწორედ და ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან აღნიშნე რომ არის აქ ვიღაც გასაშვები თითქოს ურთიერთობიდან და ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოთ და ეს ყოველი რომ მოხდეს, თქვენგან საჭირო იქნება ცოტა მეტი პასუხისმგებლობით რომ მოეკიდოთ ამ საკითხს. მოკლედ ეს იყო ჩვენი მეოთხე ვარიანტი და დამინტერესება მეოთხე ვარიანტი სამომრჩევლო, ეს გაშლა რამდენად იყო თქვენთვის საინტერესო და მე თუ ეს ყველაფერი ხო მოხდება, აბა მერეც უნდა შემატყობინოთ და მოდი გადავიდეთ ბოლო მეხუთე ვარიანტზე. ნახოთ აქ რა ხდება. კი ბატონო, ნუ ენერგეტიკები და ენერგიები არის საოცრად დადებითად და კარგად დამუშავებული. ენერგეტიკულად თავს ეხლა გრძნობთ ისე რომ აი რაღაცა კარგი საყვარელი სასიყვარულო ისტორია რომ გსურთ და ის რომ დამშვიდებული ხართ შინაგანად, ის რომ წარსული საკითხები არის გაშვებული და დამუშავებული, ენერგეტიკულად აბსოლუტური მზაობა არის. რაც შეეხება ზოგადად პირადად თქვენ რამდენად ხართ მზად რომ ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ, საოცრად მზად ხართ. აი თითქოს პირადი ურთიერთობა და კარგი სასიყვარულო ურთიერთობა გწყურიათ. ნუ ამისი ახლა კარგი და სწორი დადებითი გაგებით და ნამდვილად მზაობა არის ძალიან დიდი და ეხლა თუ დაიწყება მით უმეტეს და ეხლა რა დროც ჩაუთქვით, იმაზე ადრეც მოხდება ეს თქვენი პირადი ურთიერთობის აწყობა და განვითარება, საოცრად დადებითად დაიწყება და კარგადაც განვითარდება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ახლო პერიოდზე. აი მაგალითად, ვინც ახლა 2 და 3 თვე ჩავთქვით, შეიძლება ერთ თვეშიც კი დაიწყოს და სწორედ აი ამ ზაფხულის პერიოდში წამოიწყოთ ურთიერთობა. რაც შეეხება ეხლა აქ უშუალოდ როგორი ადამიანი შეგეფერებათ, თქვენთვის მთავარი ადამიანი იყოს რაღაცა კომფორტული, თქვენთვის დადებითი, მშვიდი, წყნარი ადამიანი შეგეფერებათ და ესეთი ადამიანის ნამდვილად ესე ვთქვათ გამოჩნდება თქვენ შემთხვევაში და სწორედ ესე ვთქვათ ესეთი ადამიანი გამოჩნდება მშვიდი, წყნარი, ემოციური, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხელოვანი ადამიანიც კი, აი ეს შემიძლია რომ მინიშნებათ მიიღოთ, რადგან ეს გაშლა არის საჯარო, იცოდეთ რომ ეს ყველასთვის ასე არ იქნება, უმეტეს შემთხვევაში იქნება ასე. და ძალიან მშვიდი, წყნარი ადამიანი შეგეფერებათ, ანუ თქვენთვის არ იქნება ადამიანი, რომელიც აი ძალიან აქტიური არის და ძალიან დიდი აქტივობა, ანუ არა მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული ადამიანი შეგეფერებათ თქვენ და სწორედ ესეთი ადამიანი მოდის თქვენთან. რაც შეეხება ზოგადად რა ვითარებაში შეიძლება მოხდეს აი ამ ადამიანის
გაცნობა, ამ ადამიანის გაცნობა რეალურად თქვენ შემთხვევაში, უმეტესის შემთხვევაში იქნება სამსახურეობრივად რაღაცა კარიერული ამბით უნდა გადაიკვეთოთ. თუ ამიტომზე რაღაცა კარიერაში ან სამსახურში ახართ, მაშინ გეტყვით, რა რაღაცა უჩვეულო გზით, ეს არ იქნება სტანდარტული გაცნობა სამეგობრო წრეში ან საახლობლო წრეში, რაღაცა უჩვეული გზით მოკლედ გამოჩნდება. შეიძლება რამეს აკეთებდეთ, ან შეიძლება სადმე უბრალოდ გარე ადგილას მოხდეს ამ ადამიანის გაცნობა თქვენთვის. ანუ ეს ამ ადამიანის გაცნობა არ გიწევთ ან სოციალურ ქსელიდან, არ გიწევთ ანუ სამეგობროს, ახლობელს, ხანათისავწრედან, რაღაცა სამსახურეობრივ ამბავს უკავშირდება და თუ ახლა სამსახურის საკითხი ამ ეტაპზე თქვენთვის აქტუალური არ არის, მაშინ აი სადმე არ შეიძლება საერთოდ ის მუშაობდეს და თქვენ ან კურიერი იყოს, არ ვიცი, აი რაღაცა ისეთი განსხვავებული იქნება, ზუსტად აქ ახლა ყველასთვის იქნება სხვადასხვა და ვერ ვიტყვი, ხო? რაღაცა აი ან ის ადამიანი მუშაობდეს და თქვენთან თქვენამდე მოვიდეს რაღაცით, აი ესეთი კვეთა იქნება. და რაც შეეხება რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოწყურებული ხართ, მეთქი გითხარით ამ პირადი ურთიერთობის საკითხს და გინდათ რომ დაიწყოს პირადი ამბები, შეიძლება ის მომენტი გქონდეთ, რომ ყველა ადამიანს ვისაც გაიცნობთ, ვისთან ურთიერთობა გაქვთ, ყველა ადამიანი შეიძლება იძლებდეთ, რომ აი ეს არის ჩემი მომავალი პარტნიორი და აი ეს არის ჩემი ადამიანი, ხო? ანუ არ გინდოდეთ მასეთი მსგავსი მიდგომა, ანუ ყველაში არ ეძებოთ რა ეს თქვენი მომავალი პარტნიორი. უფრო როგორ გითხრათ, უფრო მოდინის რეჟიმი იყოს, რა ოკეი, ხა მე ვარ მზად პირადი ურთიერთობისთვის და როცა სამყარო გამომიგზავნოს, მე მივიღებ მას. ან თითქოს აი ყველაში ეძებთ და ეს არ იქნება მოკლედ სწორედ და კარგი თქვენი მხრიდან, ხო? ამით შეიძლება უფრო მეტად ან თქვენც არ იგრძნოთ თავი ბოლომდე კომფორტულად და რაღაცებაც უფრო დაიგვიანოს, ხო? ისაც აღვნიშნე მიხმეტეთ, რომ მალე უნდა მოვიდეს თქო. ასე რომ ეს იქნება სწორი, რომ ეს ყველა ადამიანი ძებნა არ დაუწყოთ აი თქვენს პარტნიორს. სულ ეს იყო მეხუთე ვარიანტი, ჩამოკარგებო და დამიწერეთ კომენტარებში აბა როგორ მოგეწონათ გაშლა. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, მე კიდევ ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ ყველას თვითონ თქვენთაგანს, ვინც აქ მიყურეთ და კიდევ ერთხელ მოკლედ გეტყვით, რომ ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს YouTube გვერდს. და ვისაც პირადი გაშლები გსურთ, გელოდებით ჩემთან პირადი კონსულტაციებზე Facebook გვერდზე. წარმატებები და ბედნიერება თქვენ ჩამოკარგებო.